მოგესალმებით, მეგობრებო, მინდა ორიოდე სიტყვით ჩემი აზრით დავაფიქსირო ახალ კანონპროექტის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს აკრძალვას 2020 წლამდე ავტომობილების ექსპლუატაციას. ეს კანონპროექტი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ძალიან ბევრი ადამიანის შემოსავლის წყაროსთან. მოგეხსენებათ, ავტოიმპორტი ეს არ არის მხოლოდ ავტომობილების ყიდვა-გაყიდვა, მის გარშემო უდიდესი ფინანსური ჯაჭვია აგებული, რაც პირდაპირ პროპორციულად, რა თქმა უნდა, აისახება ქვეყნის ბიუჯეტზეც. Რამოდენიმე გამართლებელი არგუმენტი იყო ამ კანონპროექტისთვის, რომ ჰაერის დაბინძურების დონე, რა თქმა უნდა, აქ არაფერი არ შეიცვლება მისი მიღებით. იყო ასევე 2 მილიონი ავტომობილი არეგისტრირებული ქვეყანაში და ასევე ავტოპარკის განახლება. მინდა ხაზგასმით ავტოპარკის განახლებაზე ვისაუბრო, რადგან ეს კანონპროექტი ამ ყველაფერს ვერ შეცვლის და პირიქით ხელსაც შეუშლის. იქიდან გამომდინარე, რომ 2020 წლის და ზემოთ შეძენის საშუალება ჩვენ ქვეყანაში ადამიანების უმრავლესობას არ აქვს. მაგალითად, ეს ავტომობილი არის 2013 წლის, მისი ფასის სავაზრო ღირებულება ჩვენთან გარბაჟების ჩათვლით არის ვიდან $1500-მდე და ყველა იმ სტანდარტში ესაბამება, რაც ჩვენი ქვეყნის დადგენილებით გვაქვს მოცემული. ეს არის Euro 5 სტანდარტი. რაც შეეხება 2 მილიონი ავტომობილის რეგისტრაციას, ეს ციფრიც, რა თქმა უნდა, არასწორად არის გამოცემული, იმიტომ რომ ამ 2 მილიონი რეგისტრირებული ავტომობილიდან ზოგი დაიშალა და უბრალოდ ჩამოწერილი არ არის, ზოგი ცუცულობით დგას ქუჩაში და, რა თქმა უნდა, სტატისტიკაში ისიც ასახულია. რა არის გამოსავალი? ჩემი აზრით, გამოსავალი ის არის, რომ ავტოიმპორტიორ კომპანიები, თუნდაც დილერები და ნებისმიერი წარმომადგენელი ამ სფეროში უნდა შევიკრიბოთ, რაღაცა ერთ აზრზე ჩამოყალიბდეთ და მივაწოდოთ მთავრობის წარმომადგენლებს სწორად გაწერილი კანონპროექტი, რომ არ დაზარალდეს ადამიანების შემოსავალიც და, რა თქმა უნდა, პირდაპირ პროპორციულად აისახება ქვეყნის ბიუჯეტზეც.